ვაშინგტონს დიდი ხნის წინ უნდა მოესმინა ვლადიმერ პუტინის წინადადება და შეესრულებინათ დაპირებები, რომ არ გაეფართოებინათ ნატო აღმოსავლეთით. განაცხადა ამერიკის პრეზიდენტობის კანდიდატმა რობერტ კენედი უმცროსმა ბრიტანულ პორტალთან Unheard-თან ინტერვიუში. ამერიკელ პოლიტიკოს თხოვეს წარმოედგინა, რომ მან მოიგო არჩევნები და რომ რუსეთთან ურთიერთობა და უკრაინაში ამჟამინდელი არსებული ვითარება ამერიკის პრეზიდენტის ჯო ბაიდენისგან მიიღო. რობერტ კენედი უმცროსმა განაცხადა, რომ უკრაინაში სიტუაციის გამოსწორებაა საჭირო და მინსკის შეთანხმებებს საუკეთესო უწოდა, რომელიც უნდა შესრულებულიყო. ჩვენ მრავალი წელი უნდა გვესმინა პუტინისთვის, ჩვენ ავიღეთ ვალდებულება რუსეთის წინაშე, საბჭოთა კავშირის პრეზიდენტის მიხეილ გორბაჩოვის წინაშე, რომ ნატო არც ერთი სანტიმეტრით აღმოსავლეთით არ გადაიწევდა. შევთანხმდით და მოვიტყუეთ. ასე უპასუხა კენედიმ კითხვას, თუ როგორ უნდა მოქცეულიყო ამერიკის ბრძენი პრეზიდენტი რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ. ასევე მისი თქმით, ამერიკის ხელისუფლება მოსკოვთან მიმართებაში უსამართლოდ მოიქცა. გარდა ამისა, 2014 წელს შეერთებული შტატების მხარდაჭერით დაემხო უკრაინის დემოკრატიული არჩეული მთავრობა, თქვა კენედიმ. მან მოუწოდა დონბასის მოსახლეობის დაცვისკენ გაეროს ძალებით ან ნებისმიერი რამით, რაც შეაჩერებს სისხლის ყრას. უკრაინის მთავრობამ დონბასში 14,000 რუსი მოკლა. მექსიკას ეს რომ გაეკეთებინა ამერიკისთვის, ჩვენ წამში იქ შევიჭრებოდით. ასე რომ ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა წარმოვიდგინოთ ჩვენი თავი ოპონენტის ადგილზე. თქვა კენედიმ და აღნიშნა, რომ ომი თავდაპირველად რუსეთის ინტერესებში არ შედიოდა. თუ ჩვენს თავს რუსეთის ადგილას დავაყენებთ, მივხვდებით, რომ შეერთებული შტატები ჩვენი ყველაზე დიდი მტერია, განაცხადა კენედი უმცროსმა. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მეფის აზრით ღმერთი მკვდარია. მან ასევე განაცხადა, რომ ISO ესაა ყალბი ამბავი და რომ ფორუმის ლიდერებმა ღვთიური ძალები შეიძინეს, რათა მართონ კაცობრიობა. მეფის აზრით გაჩნდა ახალი მსოფლიო რელიგია, რომელიც აერთიანებს კაცობრიობას კლიმატოლოგიის, ტექნოკომუნიზმის და ევგენიკის საყვარნიცემაში. თუ კი თქვენ გიჭირთ იმის დაჯერება, რომ კლაუს შვაბის ფორუმი ასე შორს წავიდოდა, ესე იგი აშკარად არ გიდევნებიათ თვალი ბოლო დროის მოვლენებისთვის. კლაუს შვაბის მარჯვენა ხელმა ნოა იუვალ ჰარარმა განაცხადა, რომ ფორუმმა ისეთ წარმატებას მიაღწია თავის გეგმებში, რომ ქმნადობისა და ნგრევის ღვთიურ ძალას იძენს. ღვთის გმობა ამით არ სრულდება. ჰარარი იმედოვნებს, რომ მეფი ადამიანებს ღმერთებად აქცევს. იმაზე უფრო დიდი ძალების განვითარებიც რაცოდესმე ყოფილა, ჩვენ მართლაც ვიძენთ ქმნადობის და გრევის ღვთიურ ძალას. ჩვენ მართლაც გარდაგვქნით ადამიანებს ღმერთებად. მაგალითად, ჩვენ გვჭირდება ძალა თქვენი ცხოვრების შესაცვლელად. მეფი ასევე სულ უფრო მტრულ დამოკიდებულებას იჩენს ქრისტიანობის და სხვა მთავარი რელიგიების მიმართ. თუ კი მეტი ყურადღებით დავაკვირდებით ქვეტექსტს, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი შეგნებულად ცდილობს ISO-ს ნიველირებას. მე ვგულისხმობ, რომ მთელი ეს ისტორია, რომ ISO აღდგა მკვდრეთით და ღმერთის შვილი იყო, ეს ყალბი ამბავია. ადამიანები დღეს პროგრამირებადი ცხოველები არიან. ეს იდეა თითქოს ადამიანებს აქვთ სული, თავისუფალი ნება. სინამდვილეში არავინ იცის ჩემში რა ხდება. ამიტომ რაც არ უნდა ავირჩიოთ, იქნება ეს არჩევნებზე თუ სუპერმარკეტებში ჩემი თავისუფალი ნება, ეს აღარ არსებობს. მეფის თანახმად ISO-ს ისტორია ყალბია, ღმერთი მკვდარია, ხოლო თქვენ სული არ გაგაჩნიათ. თქვენ პროგრამირებადი ცხოველი ხართ, რომელსაც თავისუფალი ნება არ გააჩნია. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი ათწლეულობის განმავლობაში უჩუმრად იმკვიდრებდა თავს დემოკრატიულად არჩეულ მთავრობებში, აღწევდა მინისტრების კაბინეტებში და ახდენდა უზარმაზარ გავლენას შვაბის შვეიცარიული თავშესაფრის დერეფნებიდან დავოსში. თუ კი ჩვენ შევახსევთ მინისტრთა კაბინეტებში, მაგალითად გუშინ მე ვიყავი მიღებაზე კანადის პრემიერ ტრიუდოსთან და შევიტყვე, რომ ამ კაბინეტის ნახევარი და ნახევარზე მეტიც კი შედგება ჩვენიანებისგან. სინამდვილეში ესენი არიან მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ახალგაზრდა თაყვანისმცემლები. ეს ტირანები, ამპარტავნები გახდნენ და დარწმუნებულები არიან ფორუმის წარმატებაში. ისინი აღარ არიან ჭრდილში და იქიდან არ მართავენ საკუთარ მარიონეტებს. შვაბის აზრით, მისი როლი იმაშია, რომ მსოფლიოს ტრანსფორმაციას მიაღწიოს მიმდინარე პერიოდში და რაც უნდა გასაკვირი იყოს, ის აღფრთოვანებულია ჩინური სახელმწიფო კონტროლის სისტემით, ავტორიტარიზმით. G20-ზე თქვენ შეხვდით ზოგიერთ ლიდერს, რას ფიქრობთ შედეგებზე, როგორც იქნა მათ გააკეთეს განცხადება, რომელიც თითქოს პოზიტიურია, არა?
ვფიქრობ, ეს უკვე პოზიტივია, რომ ყველა დაეთანხმა განცხადებას, რადგან ბოლო წლებში ჩვენ შორის თანხმობა არ იყო. ახლა საკითხები ჩამოყალიბებულია, მაგრამ ჩვენ კიდევ ერთი ნაბიჯი გვჭირდება წინ. ჩვენ უნდა გვქონდეს სტრატეგიული განწყობა, უნდა ავაშენოთ ხვალინდელი მსოფლიო, რაც მის სისტემურ ტრანსფორმაციას გულისხმობს. ამიტომ უნდა განსაზღვროთ, როგორი უნდა იყოს მსოფლიო, როგორები უნდა გამოვიდეთ ჩვენ ამ ტრანსფორმაციიდან. მე პატივსცემ ჩინეთის მიღწევებს, რაც იყო ძალიან შთამბეჭდავი ბოლო 40 წლის განმავლობაში. ვფიქრობ, ის მისაბაძი მაგალითია ბევრი ქვეყნისთვის. იმის წყალობით, რომ მსოფლიოს ლიდერები და მათი მინისტრთა კაბინეტები მათი მეფის კონტროლის ქვეშაა, დასავლური დემოკრატია განადგურდა. ტრიუდოს კანადა გადაიქცა ავტორიტარული კონტროლის ქვეყნად. ჯასინდა არდერნის ახალ ზელანდიას შესაძლოა კიდევ უფრო მკაცრად აკონტროლებენ დავოსელი ტექნოკრატები. რატომ უნდა გვცემდნენ ისინი პატივს ჩვენ და ჩვენს კონსტიტუციურ უფლებებს, თუ კი პროგრამირება ცხოველებად მივაჩნივათ, რომლებსაც თავისუფალი აზროვნება არ შეუძლიათ. მომავლის დასანახად დააკვირდით ბრაზილიას. პრეზიდენტ ბოლსონაროს მოწინააღმდეგეები აპროტესტებენ მათი აზრით უსამართლო და კორუმპირებულ არჩევნებს. მეფის ფავორიტმა ლულამ, რომელსაც ჯერ მოვალეობის შესრულებაც არ დაუწყია, უკვე მოქმედებს როგორც კლაუს შვაბის სცენარის მიხედვით. ის უყინავს ანგარიშებს მოწინააღმდეგეებს. მათი პროტესტის ფონზე ახშობს სიტყვის თავისუფლებას. ჯერ იყო კანადა, ახლა ბრაზილია, შემდეგ შეერთებული შტატები იქნება. ფრანგი მილიარდერი ფილიპ არჟელია ამტკიცებს, რომ მას აქვს მონაცემთა 4 ბაზა და ისინი ამხელენ 38 კაცს, რომლებიც მთელს მსოფლიოს აკონტროლებენ და მართავენ ჩრდილოვან მთავრობას. ბილ გეიტსი, რომელსაც წარდგენა არ სჭირდება, ერთ-ერთია იმ არარჩეულ 38 ადამიანიდან, რომლებიც აკონტროლებენ 8 მილიარდი ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებას. არჟელიას თქმით, მას შეუძლია დაამტკიცოს, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია პირდაპირ მითითებებს იღებს ამ ჩრდილოვანი კაბინეტიდან. მთლიანობაში 38 ადამიანი მართავს 8 მილიარდი ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებას დედამიწაზე. ჩრდილოვანი კაბინეტი ესაა სტრუქტურა, რომელიც დგას თუ ყველა არა უმრავლესობა არჩეული მთავრობის უკან, რათა უთხრან მათ, რა აკეთონ და რა არ აკეთონ. ისინი გეოპოლიტიკურ შეთანხმებებს ეყრდნობიან, რომელთა უმრავლესობაც გამყარებულია სამხედრო ინტერვენციებით უცხოეთში. აი რა არის ჩრდილოვანი კაბინეტი. მე ყოველგვარი ყოყმანის გარეშე შემიძლია გითხრათ, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია დანამდვილებით არის ჩრდილოვანი კაბინეტის გავლენის ქვეშ. ამას ჩემ ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე გეუბნებით. თუ კი თქვენ გინდათ ასეთი ჩრდილოვანი კაბინეტის პირობებში მომავალი დაინახოთ, მიაქციეთ ყურადღება ბილ გეიტსის ბოლო განცხადებას. გეიტს აქვს ღმერთთან თამაშის გამოცდილება. გეიტსის ფსიქოლოგიის ამ შტრიხის შესახებ ბევრი წლის წინ გვაფრთხილებდა რობერტ კენედი. უმცროსი კენედის თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ატარებს გლობალურ სოციალურ და სამედიცინო ექსპერიმენტს მათი დონორის ბილ გეიტსის ხედვის და მისი რელიგიური მრწამსის თანახმად იმაში, რომ მას შეუძლია გამოიყენოს ტექნოლოგიები და ვაქცინები სოფლის მეურნეობაში, რომ თავი კაცობრიობის გადამრჩენელად იგრძნოს. გეიტსის სტრატეგიაა იყიდოს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და კონტროლი მოიპოვოს ამერიკის ჯანდაცვის ისეთ მოხელეებზე, როგორც ენტონი ფაუჩი და დებორა ბირქსი არიან. რაც ნიშნავს იმას, რომ დღეს Microsoft-ის თანადამფუძნებელს შეუძლია ჯანდაცვის სფეროს უკარნახოს, რაც 7 მილიარდ ადამიანს ეხება და აკონტროლოს ჩვენ ცხოვრების ყველაზე ინტიმური დეტალები, განაცხადა უმცროსმა კენედიმ თავის ინსტაგრამზე. მარტო გასულ კვირაში გეიტსი როგორც სრულ გადამრჩენელი გამოიჭირეს, როდესაც ის მსოფლიო ლიდერებს ეუბნებოდა. მოვიდა დრო სიკვდილის კომისიამ გადაწყვიტოს, ვის აქვს ცხოვრების და სიკვდილის უფლება. ღირს კი $1,000,000 დახარჯვა პაციენტის ბოლო 3 თვის ცხოვრებაზე. იქნებ ჯობდეს იმ 10 მასწავლებლის არ გაგდება სამსახურიდან, მათი შენარჩუნება და ამ ფულის მათთვის მიცემა ხელფასის სახით. მაგრამ ამას ქვია სიკვდილით დასჯა და მასზე დისკუსია არ შეიძლება. საინტერესო რამ ახსენეთ, ერთი ადამიანის ბოლო 3 თვის სიცოცხლე, ანუ ჩვენ მასწავლებლებს უმუშევრებად ტოვებთ, რადგან ფულს უიმედო პაციენტებზე ვხარჯავთ. დიახ, ჩვენ მივდივართ ამ კომპრომისზე უზარმაზარი სამედიცინო ხარჯების გამო, რომლებიც შესწავლილი არ არის იმის გასაგებად, თუ ხარჯს რა აქვს აზრი და რას არა.
საპენსიო გულუხობის გამო ჩვენ სამსახურიდან გავათავისუფლებთ 100,000-ზე მეტ მასწავლებელს. მე ამის კატეგორიული წინააღმდეგი ვარ და ყველა ადამიანი დამეთანხმება. რა თქმა უნდა, გეიცის სიკვდილის დასჯას აქვს პირდაპირი კავშირი იმასთან, რომ გლობალური ელიტა შეპყრობილია დეპოპულაციით. ესაა სასტიკი, უგულო სამყარო, რომლის შექმნაც აქვთ გადაწყვეტილი გეიცსა და მეფის ჩრდილოვან მთავრობას, თავიანთი დიდი გადატვირთვის ფარგლებში. ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ მთელ მსოფლიოში ციხეებს, ფსიქიატრიულ საავადმყოფოებს რომ ვუყურებთ სარეალდება, ხალხი იქიდან შემოდის ჩვენს ქვეყანაში და ეს იმიტომ ხდება, რომ არაკომპეტენტური პრეზიდენტი ყავს, სირცხვილია, ის არ მართავს ქვეყანავს, მის ირგვლივ ძალიან ჭკვიანი მარქსისტების ჯგუფია, ან რაც გინდათ ის უწოდეთ. და სწორედ ისინი მართავენ ქვეყანას და არა ბაიდენი. ის იქ არა, ის დელავერშია და სცინავს, თქვა ტრამპმა. ანკარაში ბოლო დროს არსებული ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური აქცია გაიმართა. მედიაში წერენ, რომ ერდოღანმა თავისი ავადმყოფობა გვერდზე გადადო და 14 მაისის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებისთვის ხალხს მასშტაბური აქციის ფონზე მიმართა. ამერიკის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენისა და ვაშინგტონ პოსტის ჟურნალისტის საუბრის დროს აქტივისტი ჟულიან ასანჟის გათავისუფლების მოთხოვნით სენაზე ავიდა. ამ დღეს არაფრით არ შეიძლება, რომ ასანჟის გათავისუფლება არ მოვითხოვოთ, სკანდირებდა აქტივისტი. ღონისძიებაზე ხმა მას შემდეგ გამორთეს, რაც მან ბაიდენის სახელი ახსენა. ონტარიო NDP დრაგ სპექტაკლებისთვის ითხოვს საზოგადოებრივ უსაფრთხო ზონებს LGBT პირებისთვის. გენერალურ პროკურორს შეუძლია შექმნას უსაფრთხო ზონა LGBT საზოგადოებისთვის. ნებისმიერს, ვისაც შეუძლია ჰომოფობიური ან ტრანსფობიური ქმედებების ჩადენა, აეკრძალოს LGBT საზოგადოების წევრებთან 100 მეტრზე ახლოს მიახლოვება. LGBT საზოგადოების მიმართ ჩადენილ ნებისმიერ დაშინების, მუქარის თუ შეურაცხყოფის შემცვლელ ქმედებებს სისხლის სამართალი დაარეგულირებს. ასევე მოსამართლეს ექნება უფლება გამოიყენოს აღკვეთ ღონისძიებად ჯარიმა $25,000 ოდენობით.